სახელმწიფო შესყიდვებში დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მუშაობდი სხვადასხვა სამინისტროებში, შესაბამისად გარკვეული ცოდნა მაქვს ამ მიმართულებით და რეალურად ძალიან სახიფათო ინიციატივა და თავარი ამბავი აქ ეს არის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ცდილობს ძალაუფლების სრული კონცენტრაცია მოახდინოს საკუთარ ხელში. ბუნებრივია ეს შეუძლებელი იქნება ეკონომიკური ძალაუფლების მოპოვების გარეშე. მათთვის ეს არის პრიორიტეტული საკითხი და ჭირდებათ აუცილებლად პოლიტიკური ცენტრალიზაციისთვის, ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის, რომ ეკონომიკური ძალაუფლებაც სრულად მოიპოვონ. ეხლა რა მოიფიქრეს ამისთვის? ამისთვის მოიფიქრეს ის, რომ ასეთი იდეა არის აქ საბაბად გამოიყენეს ის ამბავი, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ჩვენ ნაკისრი გვაქვს ეს ვალდებულებები და შესაძლებელია რომ შეიქმნას ცენტრალური შესყიდვების უწყება ორგანო, მაგრამ დასავლურ ქვეყნებში სადაც ესეთი ორგანოები ფუნქციონირებს, ხო იქ არის თავისუფალი სასამართლო, იქ არის დამოუკიდებელი პროკურატურა, იქ არის მიუკერძოებელი აუდიტი, პარლამენტი ახორციელებს ძლიერ პოლიტიკურ კონტროლს. და ჩვენ ქვეყანაში სადაც ეს ინსტიტუციები აბსოლუტურად მოშლილია და არც ერთი ეს კომპონენტი არ არსებობს, ბუნებრივია, ძალიან საშიშია მსგავსი იდეის განხორციელება. იდეა გულისხმობს იმას, რომ სამინისტროები, რომლებიც აქამდე ცალკეულად აცხადებდნენ ტენდერებს და ყველას ყავდა თავისი მიმწოდებელი კომპანია, შესაძლოა გადაფარვები ყოფილიყო და ერთსა და იმავე კომპანია სხვადასხვა სამინისტროს ტენდერები მოიგო, მაგრამ მაინც სუნთქავდა მცირე და საშუალო ბიზნესი. ჩვენ ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ყველა ბიზნესის წარმომადგენელი კორუფციაშია ჩაფლული, ბუნებრივია ესეთი მოცემულობა არ არსებობს, არიან კეთილსინდისიერი წარმომადგენლები ბიზნესებში და ეხლა ხდება ის, რომ სახელმწიფო დაახლოებით 2 მილიარდი ლარი არის საპროგნოზო წლიური ბიუჯეტი, რომელიც უნდა განახორციელოს ამ ცენტრალიზებულმა ორგანომ სახელმწიფო შესყიდვების 2 მილიარდი ლარი უნდა განკარგოს, რაც კოლოსალურ საფრთხეს ქმნის, რომ ხდება ეკონომიკური ძალაუფლების ამ ერთ ორგანოში განმტკიცება. შესაბამისად, ფაქტობრივად ის განსაზღვრავს, რა უნდა მოხდეს ბაზარზე და შეიძლება კი ბატონო, შეიძლება რაღაცა დროის განმავლობაში ფასების გაწევაც მოხდეს, მაგრამ მომავალში როცა გამოცხადება თქვა 10 მილიონიანი და 100 მილიონიანი ტენდერები, თავისთავად ცხადია, რომ აქ საშუალო და წული ბიზნესი მონაწილეობას უკვე ვეღარ მიიღებს. აქ ტენდერებში შევლენ ხელისუფლებასთან დაახლოებული მსხვილი კომპანიები, რომლებსაც ექნებათ ამის შესაძლებლობა და ბუნებრივია, როცა ერთი პრეტენდენტია ტენდერში მონაწილე და კონკურენტი არ ხავს, დისტანციაზე უკვე დინამიკაში აუცილებლად გაიზრდება ფასებიც, ხარისხიც გაუარესდება, არჩევანიც შეიზღუდება და საბოლოო ჯამში მივიღებთ ოლიგოპოლიზაციას, რომელიც ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე მსხვილი კომპანია სრულად ჩაიგდებს ხელში ბაზარს. ამას აკეთებენ, იმიტომ რომ მთლიანად გააკონტროლონ ეს მიმართულება, ეკონომიკის მიმართულება. ითქვა, რომ აქ დასაქმდებიან მაღალკვალიფიციური კადრები, მაგრამ მე დღეს ამაზე ვისაუბრეთ ჩემს ბრიფინგში. ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ძალიან კარგად ვიცით, რასაც ნიშნავს მაღალკვალიფიციური კადრი. გავიხსენოთ ირაკლი ღარიბაშვილი, ორგზის პრემიერ-მინისტრი, გავიხსენოთ თავდაცვის მინისტრი, გავიხსენოთ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და კიდევ ბევრი და ბევრი. ეხლა ჩამოვთვალოთ ძალიან შორსწავად, ისინი კომპეტენტურები და კვალიფიციურები არიან კორუფციაში. ეს არის მათი კომპეტენციის სფერო. შესაბამისად, ბუნებრივია არავის არ ჯერა, რომ აქ ვიღაცა მიუკერძოებელი ადამიანი მივა, პროფესიონალი მივა, რა თქმა უნდა, აქ დასაქმებიან პარტიული მუშაკები, რომლებიც ვერანაირ ინიციატივას ვერ გამოხატავენ, ვერ იქნებიან დამოუკიდებლები და ხმის დამოუღებლად შეასრულებენ ყველა იმ მითითებას, რომელსაც მათი პოლიტიკური ლიდერები გასცემენ. ეს არის უკიდურესი საფრთხე და ალბათ საზოგადოება ამაზე უნდა ფიქრობდეს და ამაზე უნდა მსჯელობდეს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს წვრილი და საშუალო ბიზნეს ბოლოს მოუღებს, მოსპობს კონკურენციას და манипуლირება იმით, რომ ევროკავშირში და დასავლურ ქვეყნებში ეს ესეთი ცენტრალური შესყიდვის ორგანოები მოქმედებს, აბსოლუტურად არარელევანტურია ჩვენი რეალობისთვის. ხო, ამაზე უკვე ვისაუბრეთ, იმიტომ რომ იქ საერთოდ სხვა გარემო არის, თავისუფალი გარემო არის და ინსტიტუციური ბალანსი დაცულია. იქ ერთმანეთს სხვადასხვა ინსტიტუციები აბალანსებენ. ერთი რომელიმეც რომ გამოვიდეს მწყობრიდან და რაღაც კორუფციულ გარიგებაში შევიდეს 4 და 5 ინსტიტუცია.
კი გამოჩნდება ვერც გარისკავენ ესეთ რაღაცეებს იქ და არც აკეთებენ მე როგორც ვიცი დაშვების დონეზე რომ დაუშვათ მაინც ძალთა ბალანსი დაცულია ინსტიტუციური ბალანსი დაცულია და ყველაფერი ძალაუფლება ერთი პოლიტიკური ძალის ხელშია თავისუფალი სასამართლო აქ ხო არ არსებობს დღეს აგერ ტროტუარზე დგომისთვის ადამიანებს პატიმრობები მიუსაჯეს საერთოდ რაზეა საუბარი სპონსორის საინტერესო ბაბატიეთ რა უკაცრავად იკა იცი რა ვიფიქრე რა დასაკეთს კამები არსებობს აი მივიდნენ და დასაკეთს კამი დადო და დაждენ დგომაზე აქ საუბარი ეს ბრიყვები უნდა გამოვიჭიროთ ამ სისულელეში რომ დაწერეს აი ტაბურეტები დასაკეთები არის ძალიან კარგები 10-15 ლარი ღირს გირჩევთ ხალხო იარო დასაკეთს კამები და დაждეთ იქა და აი მე კანონის შესვას მოითხოვენ ალბათ და ის დადგოვის მაგერად მიაწერენ და დაждობისაო სისულელეებს აკეთებენ მაგრამ ეს რასაც თქვენ მიაქციეთ ყურადღება მე თქვენ ბრიფინგს მოусმინე და მომეწონა სწორი ხართ მე მგონი აი ეს 2 მილიარდი არ არის მართლა პატარა თანხა იცი და 2 მილიარდი ო დიდი 2 მილიარდი დიდი თანხა არა მეთქი პატარა თანხა და აი რაღაცა ცენტრალიზება უნდა გაკეთება და თვითონ უნდა მართონ ეს ბიზნეს ხის არის მე თუ მკითხავ იდეა არის ის ყოველთვის ეს რაღაცებს ფიქრობ და საიდანაც ადვილია თანხის გატანა რაღაც ამდაგვარ შექმნიან მე შემთხვევით არ გითხარით ცეკავშირს ქონდა ესეთი ფუნქცია მაგრამ ცეკავშირი არა ქონდა დიდი მოგება მაქსიმუმი 15 ქონდა თუ არა ვსები მოგება მაგრამ კარგად იყო ის თავის დროზე აწყობილი არ ვიცი ახლა რატომ უნდათ ეს მე მგონი ყველაფრის გაკონტროლება უნდა და როდესაც ხელისუფლება ხელში იღებს იმას რაც მის საქმე არ არის ეს თვითონ ესაა საფრთხის შემცველი ჩემი აზრით თქვენ რას ფიქრობთ პირველი მიზანი როგორც უკვე ვისაუბრეთ ეს არის პოლიტიკური ძალაუფლების გამტკიცება რომელიც ეკონომიკური ბერკეტების ფინანსური ბერკეტების ხელში ჩაგდების გარეშე ეს შეუძლებელია და ამით უნდა იმოქმედონ შემდეგ ელექტორატზე, იმიტომ ხავთ 700,000 სოციალურად დაუცველიც. იმიტომ რომ ეკონომიკური თავისუფლების გარეშე არანაირი თავისუფლება არ არსებობს, როცა ადამიანები ცალკეული ინდივიდები და ასევე ბიზნესი დამოკიდებული ყავს შენზე, როცა შენ განსაზღვრავ ყველაფერს, ამ შემთხვევაში იმორჩილებ და აი ეს აქვს მიზანი რომ სრულად დაიმორჩილონ, დაიქვემდებარონ ბიზნესი, ხელში ჩაიგდონ ყველა ფინანსური ბერკეტი და ამით აკონტროლონ შემდეგ უკვე ყველაფერი რომ პოლიტიკური ძალაუფლება განმტკიცონ. აი ეს არის ძირითადი მიზანი, ამოსავალი წერტილი და ამისკენ უნდა ვაღიაროთ რომ მიდიან ძალიან სისტემურად, სტრატეგიულად, ყოველდღიურად დგამენ ფუნდამენტურ მნიშვნელოვან ნაბიჯებს და პარალელურად ცდილობენ რომ მოსახლეობის ყურადღება, საზოგადოების ყურადღება, ელექტორატის ინტერესის სხვა მიმართულებით მიმართონ, შემოაგდებენ რაღაცა იქიდან გამოწვეულ თემებს და სამწუხაროდ საზოგადოება არაერთხელ ესეთ თემებს წამოეგოდა. ჩვენ ახლა აზეთ საუბრობთ, დიდი მადლობა თქვენ რომ ამ თემაზე მადლობთ შესაძლებლობა საუბრისას ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ეხება ჩვენ ქვეყანას სრულად საუბარია 2 მილიარდი ლარის ცენტრალიზებულად განკარგვაზე ეს არის სრულად დაქვემდებარებული ირაკლი კობახიძეზე დაქვემდებარებული ორგანო იქნება სადაც ასევე თავის ასე ვთქვათ დაქვემდებარებაში მყოფ პირს დანიშნავს და რომელსაც სრულად გააკონტროლებს ფაქტობრივად 2 მილიარდ ლარს გააკონტროლებს ესე იწყება 2 მილიარდი თორემ მე დინამიკაში პროცესში ხო დაწუნებული ვარ რომ ეს თანხა გაიზრდება და საბოლოოდ ალბათ მთელი სახელმწიფო შესყიდვების ბიუჯეტს ალბათ ეს ორგანო განკარგავს რომელიც იქნება საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში მათი კონტროლის ქვეშ და სრულად იქნება დაქვემდებარებული მასზე. ამიტომ მოთამაშეები მე როგორც გითხარით ამ მიმართულებით მუშაობდი და ეხლა დიტენდერებს რო გადახედოთ აი სადაც მილიონებზეა ხო საუბარი ფაქტობრივად ყველგან ერთი პრეტენდენტია ძალიან იშვიათად ნახავთ შერომი კონკურენცია იყოს იმიტომ ყველა კომპანიას არ შეუძლია 100 და 200 მილიონიან ტენდერებში მონაწილეობა ეს არის ოლიგოპოლიზაციისკენ პირდაპირ გადადგმული ნაბიჯი რაც ბუნებრივია ოლიგარქიულ მმართველობას კიდევ უფრო გააძლიერებს. აი ამისკენ მიდის ყველაფერი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის. მე არ ვიცი, აი როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ეს აი დაუშვათ არ დავაშვებინოთ მათ და არ წავიდეს აკეთეს საქმე. ახლა თქვენ საკრებულოში ხართ, ეს საკრებულო საერთოდ ეს ანაქრონიზმია ჩვენთან რეალური არჩევნები ნამდვილად არა მომეხსენება არ ვალატოს 20% იღებ მამისა კოცებს ხმას თვითმმართველობის დროს. ხო ეგრეა, რაღაც ესე მახსოვს მე
საერთო ამომრჩევლის 20%-ით გახდა კახაკალაძე თბილისის მერი. კი, ძალიან ცოტა მაგრამ აქ ბევრი ფაქტორია, ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს ჰქონდა, ასე ვთქვათ, ბოიკოტის რეჟიმი გამოცხადებული. რეალურად თვითმმართველობები პოლიტიკურ პროცესში ძალიან დიდ როლს თამაშობენ, იმიტომ რომ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, როგორც პოლიტიკოსებს, ისე საზოგადოებას და ნებისმიერ ადამიანს კარგად უნდა ესმოდეს, რომ მოსახლეობა არ ცხოვრობს არჩევნებით. მოსახლეობა ცხოვრობს საკუთარი პრობლემებით. ამიტომ თვითმმართველობები არის ყველაზე ახლოს მდგომი უწყებები მოსახლეობასთან, რომელიც მათ სოციალურ პრობლემებზე და საყოფაცხოვრებო პრობლემებზე მუშაობს. ამიტომ თუ ჩვენ ინსტიტუციურ ბრძოლას ჩამოვშორდებით თვითმმართველობების დონეზე, ხომ? და არ გვექნება მოსახლეობასთან კავშირი, უნებრივია, რომ ეს მოთხოვნა არსებობს. და როცა მოთხოვნა არსებობს, მიწოდება ხდება, თუ ოპოზიცია ვერ აწვდის მოსახლეობას ამ სერვისს, ამ მოთხოვნას თუ ვერ აკმაყოფილებს, უნებრივია, რომ ხელისუფლება მივა, მათთან და უბრალოდ არჩევანი არ ექნება ადამიანს, რომელსაც პრობლემა აქვს. ზოგს ეცინება ხოლმე, რომ აი კანალიზაციის დონემდე დავიდა და როცა ესეთი გლობალური თემები ხდება, როგორ შეიძლება ამაზე საუბარი, მაგრამ აი ძალიან ადამიანურად, აი უმარტივესად წარმოვიდგინოთ, რომ კანალიზაციის პრობლემა გვაქვს ოჯახში. ამაზე დიდი პრობლემა რა უნდა კონდეს, ხო რეალურად აი საცინელება არის. და როცა ადამიანს ეს პრობლემა აქვს, ამის გაბიაბრუება, ამის დაცინვა კი არ შეიძლება. მე ეს ადამიანი ცუდად განეწყობა, იმიტომ რომ იმან იცის, რომ ის ავარიული სახლები, რომელშიც ცხოვრობს და სიცოცხლის რისკის ქვეშ არსებობს, ხო თავის ოჯახთან ერთად. იგივე კანალიზაციის პრობლემა, აგერ გზების მოუგვარებლობა, რამდენი ადამიანი დაეცა, ეხლა ამ სამდღიანი თოვლის შემდეგ მოწინულ გზებზე და ხო, ძალიან ბევრი დაზიანება მიიღო და ჩვენ თუ ამაზე არ ვისაუბრეთ და მარტო გლობალური პოლიტიკური თემებით შემოვიფარგლეთ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ხდება და ალიევის განცხადება, თქვა დავოსის ფორუმზე, უმნიშვნელოვანესია ირანში მიმდინარე პროცესები, მაგრამ პარალელურად ჩვენ ყველა დონეზე, ყველა ველზე უნდა ვიყოთ მოსახლეობასთან კავშირში, სხვანაირად ქართული ოცნების დამარცხება იქნება რთული. თუ შეუძლებელია. დაგიფიქსირებთ ნიკა, უკაცრავად რა, არ გიცნობდით მე, მაგრამ მართლა ძალიან სიმპათიურად და ნორმალური, რეალური ახმა გაქვთ იმისა, რა ყოფაშიც ვართ. კიდათ გითხრათ ყველაზე საშინელება რა დღეშიც ვართ, აი და სხვა შორის ის იყო. ყოფილი პოლიციის უფროსი მყავდა სტუმრათა და საინტერესო რაღაცა მითხრა, შევარდნა დროს იყო, ძალიან კაი ადამიანია სხვა შორის და რა მითხრა, იცით, ხელისუფლებამ უნდა აკონტროლოსო ძალიან ბევრი მანქანა შემოდის საქართველოშიო. ახლა ის ჯუსტანი არის ძალიან საინტერესო და მე თუ გითხრათ სიმპათიური ადამიანია, იმაში გრიგოლეთში არის, ტოლვილი არის საფხაზეთიდან და აი ეს მოყვებოდა დღეს უსმედი მარკეტში ვიყავიო და ნათესავთან მისულა და გადატენილი არისო ესა კორპუსი წინ ადგილებს ვერ ნახავ ჩვენთან აი სხვა შორის საინტერესო ფაქტი არის ეს ავარიული სახლები კოლოსალურად ბევრი ავარიული სახლი გვაქვს განსაკუთრებით ძველუბნებში დაწმინდა აიღეთ კიდათ ავლაბარი აიღეთ კოლოსალური არის და აი ეს არის აი არ ვიცი 7 მილიონია თუ არა ვსები გამოყოფილი რემონტებზე კი 7 მილიონი ერთ ქუჩას არ ეყოფა მართა გეუბნებით ძალიან ბევრი ერთშენობას არ ეყოფა მართა არ ეყოფა მასები ვიცი ახლა ყველაფრისა და რა არის იცით ახლა სხვა შორის ძალიან საინტერესო ეს არის ჯგუფი არის ჩვენი მეზობლები არიან ძალიან კარგი ხალხი არის და ყველაზე ლოგიკური არის ეს მრავალსართულიანი სახლები, მაგრამ მრავალსართულიან სახლებს პრობლემა აქვს, ეს პრობლემა ჩანს, ახლა მე ბათუმში ხშირად დავდივარ, ვიცი იქაურობა. აი, მაპატიოს ღმერთმა ეს უკვე კლიშე არის, სტაიანკას ეძახიან. სხვათა შორის ამათმა მაშინ თუ გახსოვთ, ებრაული ჯგუფი იყო, აქ და ის იყო, რა ქვია, ათილარი იყო ჩარი, ახლა გახადეს იმ ხელაზე, რომ რა ვიცი, მაგრამ მთელი თბილისი ხელახლა შესაძლებელი, აი გზების ავტოსტრადებზე აღარ ვსაუბრობ, მაგრამ თითო სახლში, სადაც 60-80 ოჯახია, იქ მინიმუმ 30 მაინც მანქანა უნდა ვიგულისხმო და ქუჩები არ ყოფნის ამას. საერთოდ შესაძლებელია ყველაფერი და თვითონ ეს ხელისუფლებას ახლა კიდევ ერთხელ გიფიქსირებთ, კაპიკებია გამოყოფილი ავარიულ სახლებზე. არანორმალურობა. თქვენ ახლა მე ვფიქრობ და წეღარო ვიფიქრე, შემეცოდეთ რატო იცით ეს კოისა რა ქვია მოდით ესე თქვა რა ადგილობრივი მთავრობა, რაიონის სხვა ჩვენს ჩვენთან სხვა სისტემაა, მაგალითად საფრანგეთში სხვა სისტემა არის. ეს ახლა თქვენ ახალი არჩეული ხარ და არ ვიცი ამ გაინტერესებთ თუ არა. აი
არ არის რა, აი როგორ გითხრათ, საკრებულო არ არის ის ორგანო, რომელიც რეალურად გეგმავდეს და მართავდეს. რაღაცა უცნაური სისტემა გვაქვს. მეც რას გეტყვი, მთავრობის დონეზეა განსახილველი გენერალური გეგმის თუ გახსოვთ თქვენ რამდენიმე წლის წინ მონაწილეობდნენ ამაში, რომ აი გეგმის გარეშე ჩვენ არაფერს არ გავაკეთებთო. იყო ესეთი 7 თუ 8 წლის წინ ამაზე საუბარი და როგორც უნდათ ისე აშენებენ კორპუსებს, ისე აკეთებენ გზებს და ეს 6 და 8 მეტრიანი ქუჩები ცოტა არ არის ნორმალური ეს აი საოცრებები ხდება ჩვენთან და თქვენი ბრძოლის მეც ვერაფერს ვერ ნახავ და აი გეხსომებათ ალბათ არ ვიცი ახლა თქვენ რამდენი წლის ბრძანდებით, მაგრამ ერთი 10 თუ 12 წლის ის საკრებულოს წევრი იყო რაც მოძრაობიდან ახლა ხაბეიშვილზე გეუბნებით. მუშტიკრივები მიდიოდა იქა, რატომ? აი ყველას აინტერესებდა ახლა უმრავლესობა მაშინაც კოცები იყვნენ და პრესავდნენ და ოპონენტებს იქ. მუშტიკრივი იყო, ნამდვილად მახსოვს ეს დეტალები და აი რა არის, იცით, ახლა კი დაიწყეს რაღაცა გვაბრიყვებენ, ვითომ დიალოგი ქერა. აი არც საკრებულოში არის რეალური დიალოგი, ანუ ანგარიშს ერთმანეთის მოსმენა და რასთავარი ანგარიშის გაწევა კონკურენტისათვის ან ოპოზიციის, რომ ერთად შევთანხმდეთ, არ თანხმდებიან. მე საერთოდ მეწოდებით ყველანი ვინც საკრებულოებში ხართ, ახლა პარლამენტში მარტო ეს ერთპარტიული ისა კოჰორტა არის და მარტო საშინელებაა რაც იქ ხდება. გაძლება მოგცათ ღმერთმა, მაგრამ აი რა არის ის დემოკრატიული აღქმა რეალობისა, რაც წესი და რიგით საკრებულო უნდა იყოს, რაც წესი და რიგით პარლამენტ არ მოხდება. თქვენ იქ ისე წინააღმდეგობას აწყდებით, ისეს რომ მე მარტო ვფიქრობ, რომ გმირიხართ. ინტელექტუალი ბრძანდებით მართლა რეალურად აფასებს სიტუაციას, მაგრამ აი რაღაცა მოჯადოებული წრე არის. ერთი ბეწო ადამიანი, პრინციპში რამდენიმე ადამიანი წვითავს რეალურად თუნდაც თბილისის ბეწს. და თქვენი ახსნა არის, აი თქვენ შეგიძლიათ გაუწიოთ მათ წინააღმდეგობა და აი იმაზე რაც ყველაზე მთავარია, გადაჭედილია ქალაქი მანქანებით. შესაძლებელია, შეცვლიან, არ შეცვლიან. მე აი თქვენ რასაც ბრძანებდით, ახლა მე გისმენდით ბრიფინგზე. ცეკავშირზე უარესი რა, ცეკავშირი პრინციპი პოზიტიური რაღაცა იყო, მაგრამ ესენი ყველაფერს იქვემდებარებენ. მოდით ამ თემაზე ვისაუბროთ. ხეთ მანქანებით რომ დავიწყოთ, ალბათ ჩემი აზრით თავარი არა მანქანების რაოდენობის შეზღუდვა არის, არამედ ახალი გზების, ახალი ესტაკადების მშენებლობა და საპარკინგო სივრცეების მოწყობა, როგორც მიწის ზედა, ისე მიწის ქვედა. ეს იქნებოდა ალბათ უფრო სწორი, მაგრამ რადგან ამაზე არავინ არ ფიქრობს და ამ მიმართულებით არავინ არ მუშაობს, შესაბამისად, ქალაქი თავს ვერ აღწევს საცობებს და ეს ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ავარიულ სახლებს რაც შეეხება, თქვენ ზუსტად ბრძანეთ, 7 მილიონი ლარი არის ავარიული შენობებისთვის გამოყოფილი თბილისის ბიუჯეტიდან. მე მინდა მოსახლეობას ვუთხარ, რომ თბილისის 2026 წლის ბიუჯეტი შეადგენს 2 მილიარდ 200 მილიონ ლარს. კოლოსალური რიცხვია, დიდი რიცხვია და ამ რიცხვიდან ბუნებრივია, რომ მხოლოდ 7 მილიონი ლარი რო არის გამოყოფილი, ცალსახად მიუთითებს ეს იმაზე, რომ არც კათაკალაძის და არც ქართული ოცნების პრიორიტეტი არ არის ავარიული შენობების გამაგრება. 7 მილიონი ამ მთლიანი ბიუჯეტის 0.4% არის. წარმოიდგინეთ, 1%-იც კი არ არის. მე საკრებულოზე ეს საკითხი ძალიან წვავედ დავსვი. მოყვებით იმ თემაშიც, რომ ძალიან რთულია იქ ბრძოლა. რთულია, იმიტომ რომ თვითონ საკრებულოც და არა მარტო საკრებულო, პარლამენტიც ფაქტობრივად სანოტარო ბიუროებად არის ქცეული. პოლიტიკური ლიდერები მიიღებენ გადაწყვეტილებას და შემდეგ არანაირი განხილვა იქ არ მიმდინარეობს. ერთადერთი ჩვენ ოპოზიციურმა დეპუტატებმა უნდა ამოვიღოთ ხმა, უნდა ვიბრძოლოთ და ელემენტარულად ამბავი გამოვიტანოთ იქიდან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროცესი მიდის, რომელიც მოქალაქეებამდე ვერ მოდის. ჯვიდრე საკრებულოს ხდომა იქნება და ესა თუ ის პროექტი დამტკიცდება და ამას დეპუტატები კენჭს უხრიან, ხო იქამდე კომისიებში მიდის ამის განხილვა და ვიდრე ვთქვათ საკრებულო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, იმიტომ რომ ლეგიტიმაცია და რეგისტრაცია ნებისმიერ შემთხვევაში ჭირდება ამა თუ იმ პროექტს. იქამდე ჩვენ უკვე ამ პროცესებზე გვაქვს ინფორმაცია და შეიძლება მოსახლეობასთან ერთად გავაპროტესტოთ. უბრალოდ საზოგადოება უნდა განეცხოს ამისთვის. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითმმართველობებს. ქართულმა ოცნებამ რა გააკეთა, ეხლა უყურეთ ამ მიმართულებით. ადრე იყო 10 რაიონი არის, ხო ეს 10 რაიონი დაყოფილი იყო 10 სამაჟორიტარო ოლქად.
როგორც იყო რაიონები, ისე იყო სამაჟორიტარო ოლქები. ეხლა გააკეთეს ესე. თბილისის 10 რაიონი დაყვეს 25 სამაჟორიტარო ოლქად. აქ კანონმდებლობაც მნიშვნელოვნად გააუარესეს, რომ ფაქტობრივად შეუძლებელი ყოფილიყო ოპოზიციურ კანდიდატს გაერთიანების გარეშე მოეგო ეს არჩევნები და ეხლა უკვე ლოკალურად დანიშნეს ახალგაზრდა ადამიანები, რომლებსაც ისეთი ოდიოზური წარსული აღარ აქვთ, არ არიან შემჩნეული სხვადასხვა მძიმე დანაშაულებებში და ლოკალურად უკვე ეს ადამიანები სისტემურად მუშაობენ ამ მომრჩეველზე და უკვე როგორი ამბავია, იცით, ეხლა ადამიანური ენით რო თქვა და მოსახლეობისთვის უფრო გასაგები რო იყოს, აი ელემენტარულად უბანში რო ვიღაც ლუდზე დაგპატიჟებს, ხო, აი ძალიან მარტივად ვიძახი სახალხო ენით, შენ ერთი სურვილი გაქვს, რომ მეორე დღეს შენ დაპატიჟო, მიიწვიო, პატივიცე. იგივე სისტემა მუშაობს და ამას ძალიან ოსტატურად იყენებენ. თუ ვიღაცას ჭერს გაუკეთებენ, ვიღაცას გადახურვას გაუკეთებენ, ვიღაცას წინ გზას დაუგებენ. ბუნებრივია, ამას მათივე ფულით აკეთებენ, მათივე გადახდილი გადასახადებით, მაგრამ პროპაგანდისტულად ამ თავისი ლოკალური ადამიანების მხრიდან ისე აწვდიან, რომ თითქოს ამად გააკეთეს. რეალურად მოსახლეობის გადახდილი ფულით, ბიუჯეტიდან და მათი ვალდებულებაა და ამაში ხელფასიღებენ აკეთებენ ამ საქმეს, მაგრამ ამას ისე ფუთავენ და ისე აწვდიან მოსახლეობას, რომ თითქოს აი დიდი წყალობა მოიღეს მათზე. ამიტომ მოსახლეობასთან კონტაქტის გაწყვეტა ისი შესაძლებლობაც არის ეს თვითმმართველობები, ხო? და მე ამას ძალიან ეხლა ვერ ვიტყვი რომ ეფექტურად ვიყენებ მეთქი, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ყოველდღიურად არაერთ მოქალაქეს შევხვდი ამ ავარიულ სახლებშიც, არაერთ ადამიანს შევხვდი და ერთადერთი ხელმოსაჭედი ისე რომ იცოდეთ ქართულ ოცნებას აქვს ის, რომ არ გამოდიანო ამ ავარიული შენობებიდან მოქალაქეები ამას ამბობენ რა და ჩვენ საკუთრების უფლებას ხომ ვერ დავარღვევთ, ეს აქვს არგუმენტი, მაგრამ ამის მიღმა აღარ ამბობენ იმას, რომ მოქალაქეები რომ გამოვიდნენ, მხოლოდ 500 ლარს თავაზობენ ქირას. თქვენ მითხარით ეხლა 500 ლარად როგორ შეიძლება რომ ღირსეული ცხოვრების პირობები შეუქმნა შენს ოჯახს, თან რომ გამოდიან ხელშეკრულებებს აფორმებენ ისე რომ არ წერია ვადა, გამოდიხარ უვადოთ, ანუ შეიძლება შენ მოწყდე შენს ოჯახს, სადაც შენი მშობლები ცხოვრობდნენ, გარკვეული ემოციური კავშირები გაქვს, იქ არის შენი სამეგობრო, იქ დადიან შენი შვილები სკოლაში, ბაღში, ანუ თელ ამ სოციუმს, თელ ღირსეულ ცხოვრებას გწყვეტენ, გადაგიყვანენ სხვაგან აბსოლუტურად სხვა გარემოში და შენი ცხოვრების უძულფასეს წლებს 10 წელს, 15 წელს ატარებ პირით, ვერ ცხოვრობ სრულფასოვანი ცხოვრებით და ამაზე რომ ადამიანი უარს ამბობს, ამას კი არ ამბობენ. ამბობენ იმას, რომ აი 100%-იანი თანხმობა არ არის, ამიტომ რადგან მოსახლეობა არ გამოდის, ჩვენ საკუთრების უფლებას ვერ დავარღვევთ და ნებისმიერ კორპუსში შეიძლება ნახონ თავიანთი მხარდამჭერი, ვისაც ათქმევინებენ ელემენტარულად, რომ მას არ უნდა გამოსვლა. ეს მარტივია. ამიტომ ეს პრობლემა თუ დგას, ამას სისტემურად უნდა შეხედო და მოსახლეობისკენ კი არ უნდა გადააგდო ბურთი. უნდა გადაწყვეტო რაღაცნაირად, იმიტომ რომ ეხლა სადგურის მოედანზე თქვენ გემახსოვრებათ თევდორე ბუდულის ქუჩაზე ჩამოიშალა შენობა და აბსოლუტურად თუ დანაშაულო ხალხი დაიხოცა, იქ იმ შენობების მცხოვრებლი არ დახოცია. იქ დაიღუპნენ ადამიანები, რომლებმაც საერთოდ არ იცოდნენ ეხლა იმ კორპუსიდან მოსახლეობა გამოდის თუ არ გამოდის. და ის მაინც შეიძლება 7 მილიონი ლარი რო არის გამოყოფილი. ჩვენ ინიციატივა დავაყენეთ საკრებულოს პირველივე სხდომაზე, რომ მინიმუმ 50 მილიონამდე გაზრდილიყო ბიუჯეტი და ამის შესაძლებლობა თბილისის ბიუჯეტს აქვს, უბრალოდ პრიორიტეტები უნდა განისაზღვროს. სწორად და შემოიღობოს მაინც ეს ავარიული შენობები ყველგან, რომ სიცოცხლის მოსპობის რისკი არ იდგეს. აი ეს მაინც უნდა გაკეთდეს, შესაძლებელია ყველა შენობა ვერ გამაგრდეს, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, ეს არ არის პოპულიზმი და სპეკულაცია პოლიტიკური, კარგად გვესმის, რომ ამ პრობლემას ერთ წელიწადში ვერ ამოვწურავთ, მაგრამ თუ არ დავიწყეთ სისტემური მუშაობა, პასუხისმგებლიანი მუშაობა, კომპეტენტური მუშაობა, რეალურად ოჯახებს აქვს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის რისკი და შენ თბილისის ბიუჯეტი, როცა 2 მილიარდ 210 მილიონია აქედან რომ მხოლოდ 7 მილიონ ლარს გამოყოფ ამ უსაფრთხოების პრობლემისთვის, ცხადზე ცხადია, რომ ეს არ არის შენი პრიორიტეტი. ეს არ გაინტერესებს. როგორ შეიძლება ამდენი წლების განმავლობაში ეს პრობლემა იდგას თბილისის წინაშე? თან თვითონ აღიარებენ. კახაკალაძემ თვითონ თქვა საკუთარ გამოსვლაში, რომ თბილისში 10,000-ზე მეტი ავარიული შენობაა. 10,000 ავარიული შენობის გამაგრებისთვის გამოყო 7 მილიონი ლარი. ნუ წარმოუდგენელი რაღაც არის და აქ შენობებზია საუბარი, სახლებზე ხო არ არის. ზოგიერთ შენობაში 80 და 100 ოჯახი ცხოვრობს. ანუ საუბარია ათეულ ათასობით ოჯახზე, რომელიც ყოველდღიურად იძინებს და იღვიძებს სიცოცხლის მოსპობის რისკის ქვეშ.
ეს არ არის რაღაცა პარტიული საკითხი, ეს ჩვენ თვითმიზანი არ არის ამ თემაზე საუბარი. ეს არის ადამიანური ამბავი და თუ მართლა გვაღებებს ეს ყველაფერი და თუ არ სპეკულირებთ და პოპულიზმი თუ არ ვარ დაკავებული, ამ თემაზე საუბარი არ უნდა შევწყვეტოთ. არ უნდა შევწყვეტოთ და მუდმივად უნდა ამაზე ვისაუბროთ. არ ვიცი ნიკა რა ისა მაპატიეთ რა მერიდება რომ კითხოთ, მაგრამ აი რომელი თაობიდან რამდენი წლით ბრძანდებით ერთი ეს მითხარით რა თუ შეიძლება 80-იან წლებში ვარ დაბადებული. მართლა საინტერესო ადამიანი ხარ და არ ვიცი, იცით ეხლა თქვენ აი ახლა ახალი გენერაციის ესა ხართ რა პროფესიონალი. პრობლემაა, სერიოზული პრობლემაა ესა და აი მე ვფიქრობ, რომ აი გულწრფელად გეუბნებით. ყოველთვიურად მინიმუმ თვეში ორჯერ მაინც მოგიწევთ ეთერში. აქ თავარი რა არის, იცით? აი შიგ რა ხდება საკრებულოში. ამით განსაზღვრავს საერთოდ როგორ იმართება ეს ქალაქი, მაგრამ მარტო იცით აი საკრებულო, ნუ თქვენ ფაქტიურად, ნუ თქვენი ორგანო ეს საკრებულო, მე თუ გითხავ ჯერჯერობით ფიქტიური არის, რეალური ძალაუფლება თქვენ არა გაქვთ. რეალური ძალაუფლება ბუნებრივია. ხო, და აი ბრძოლა მოგიწევთ. მე მართა მესიმპათიურებით, აი მართა გონივრულად აღიქვამთ რეალობას პროფესიონალი ბრძანდებით. მე თქვენ ადგილას არ ვიცი, აი რაღაცა მემუარების გავს დავწერდი, რომ დაასრულებთ იქ მუშაობას. უნდა დეტალურად ვიცოდეთ რა არის საკრებულო. სერიოზულად გეუბნებით. აი ახლა მე რატო ვახსენე ეს ისა რა ქვია ლევან ხაბეიშვილი. მან ისტორიული საქმე შეასრულა ესე თქვა. აი ამოატიტივა რა იდიოტური სისტემა არის საერთოდ, როდესაც ერთპარტიული პარლამენტი გვაქვს ფაქტიურად. მე როგორც ვიცი, სადღაც 80%-ზე მეტი თუ მეტი არა ქართული ოცნების ლომები ყავთ იქა საკრებულოში. მოგიწევთ იმათთან ომი და არ ვიცი თქვენ წაკითხული თუ გაქვთ. ძალიან საინტერესო აი ეს იყო რა ქვია ბათუმში იყო ძალიან ცნობილი ქართველი მწერალი საკრებულოს წევრი. ისეთი საინტერესო აღწერა აქვს რა ხდებოდა ბათუმის საკრებულოში, აი მართლა პატივისცემა გეუფლება იმაზე, რაც აი რუსეთის იმპერია იყო, მაგრამ დემოკრატიულად წყდებოდა. ერთმანეთის პატივისცემაც იყო, იქ არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ზოგი ნიკოლოზ მეორეს მომხრე იყო და ზოგი ფილიპე მახარაძე ჯანდაბას მაგისთავი, მაგრამ ნუ ყველა ფენის ესე თქვა წარმომადგენლები იყვნენ. და იცით რა არის? აი სკოლას გაევლით თქვენ იქ რა არის ხელისუფლება და ეს ხელისუფლება ფიქტიური არის საკრებულოსთვის. ჩემი აზრით, ნუ ზევიდან იმართება ესა და თქვენ ძალიან კარგი მინიშნება გააკეთეთ, რომ მთავრობის მიერ ცენტრალურად ეს შემსყიდველი ორგანო შექმნით. ცეკავში შექმნიან და თვითონ მაი ძალაუფლების განმტკიცება უნდა და არ ვიცი გასო თუ ესეც სოციალისტები არიან, ესენი რა შედიან პარლამენტში, რა შედიოდნენ საერთოდ პოლიტიკაში. ჩვენ ფაქტიურად აი ჩემს სუბიექტურ რას გეტყვით, რევოლუციაა საჭირო. აი რევოლუცია ხო გარდაქმნა, მეტი კი არაფერი არა. ის სისტემა თქვენი დაიტანჯებით, არ ვიცი რამდენი წლიანი, 2 წლიანია თუ 20 წლიანი საკრებულოში არჩევნები რამდენი? ბატონო 4 წლიანია. მართა მეწოდებით იქ ყოფნით, იმიტომ რომ აი რაღაც აი საშინელება, როდესაც უმრავლესობა არიან კრეტინები და უმცირესობა რო ხდება ამას და რომ ერწყმის სიტუაციას. მე კიდევ ერთხელ თქვენს მოგიწოდებთ, რომ აი ჩემეთეს დაგითხოვთ, როცა თქვენ გადაწყეთ, მაგრამ საშინელება ქალაქის სხვანაირი სახე მიიღო ამ ბოლო წლებში. მართლა სხვანაირი მიიღო და ახლა მე სხვაჭერი ძალიან საინტერესო მყავდა სოფია არის ეგეთი ქალაქი, საიმისი ბულგარეთის დედაქალაქი და მერის მოადგილე იყო ჩემი სტუმარი. რები მოყვა იცით, აი გაოცდებით. მაშინ ნუ მე ამას გიყვებით 15 წლის წინანდელ ისტორიას. თქვენაო ძალიან დიდ თანხებს ყრითო იმაშიო, გაზის მომარაგებაშიო და არასწორად იქცევითო. აი ჩვენთანაო მივახციეთ იმას, რომ 5-10 კორპუსიო პატარა გენერატორი არის და გათბობასაც ჩვენ ვაძლევთო წყლის მოწოდებასაც და ამ შემდეგ. და რა არის იცით, აი დღეს ეხლა სოფია შესვლილი არის, რაც იყო დაუშვა 60-იან წლებში, ის სოციალისტური მიდგომა ამათმა პირიქით უფრო გააფართოვეს და საინტერესო გახადეს. ჩვენთან ამისთანაც არავინ არ გააკეთებს. ისინი პატრიოტები არიან, უფრო ევროპელები არიან და იმიტომ და ჩვენთან აი ყველა რაღაცა უნდა, ხერი უნდა. მოდი რა ვთქვათ, გვილად რო ვთქვათ, აი თბილისი შესაძლელია. შეცვლის საკრებულოს გარეშე არაფერი არ გაკეთება, მაგრამ საკრებულოს და უმრავლესობა ყავს ხოცები.
როგორც შეძლებთ ამას შევხედოთ ძერ ახალგაზრდა ხარ თქვენა და ნახოთ აი როგორ შეძლებთ რომ დაარწმუნოთ ისე რომ ძირეული რეფორმები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვთქვათ ინსტიტუციურ ბრძოლაზე უარი ეს იქნება დიდი შეცდომა ნუ ეხლა მე არ მინდა კასულზე ვისაუბრო მაგრამ ეს უკვე იყო დიდი შეცდომა როცა ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა თვითმმართველობის არჩევნებს მართლა აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი შეძლებთ გაკონტროლებას, შეძლებთ რომ შეაგნებინოთ მათ, რომ თბილისში შესაძლებელია, მართლა შესაძლებელია. არ ვიცი თქვენ რომელ უბანში დადიხარ ძირითადში, მაგრამ აი ვაჟა ფშაველასა და იმ ქავთარაძის ქუჩებს შორის არის ეს სუსიროა. რამხელა ფართობია, იცით, მე მგონი 20 ჰექტარია. როგორ შეიძლება აი სამუთალოში აი ესეთი იდიოტობა იყოს? შესაძლებელია საერთოდ მიდგომა. კიდაც ახლა აი ორთაჭალაში ვარ ჩვენ. ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 ჰექტარი აქვს. გვერდით პროკურატურა, მერე იუსტიციის სამინისტრო არის. საერთოდ ესენი მოსაშორებლები არიან აქედან. არ არის სწორი, არაბუნებრივი არის ეს ყველაფერი. ეს ის ადგილი არის, სადაც რწანისი ბრძოლა იყო. მართა გეუბნებით, აი ყველაფერი შესაძლებელია და არ ვიცი, აი საკრებულოში ახლა თქვენ ოპოზიცია ცოტანი ხართ. მე მგონი 6-ია თუ 8 კაცი არის, არა თუ არა ვსწრები. ოპოზიცია არის 5 ადამიანია და ჩვენი კოალიცია ლელოწლიერი საქართველო ვართ 2 დეპუტატი წარმოდგენილი მე და ვატო სურგულაძე რომელიც ასევე არის ხოლმე თქვენი სტარი ხშირად იცნობთ მე ერთადერთი ცოტანი ხარ ცოტანი და უმრავლესობა ისინი არიან და იმათთან ჭიდილში ეს მახსენდება ეს ლევან ხაბეიშვილი მუშტიკრივების კი ხდებოდა იქა და თავისას აკეთებენ ხე გამარჯვებული პარტია ყოველთვის თავის ღანას თოხნის და ხალხზე არავინ არ ფიქრობს. მე კიდე ერთხელ გიფიქსირებ. გითხოვთ ეთერს თვეში ორჯერ მაინც მოგიწევთ. რაღაცა უნდა შეიცვალოს და შეაგნებინეთ ისინი ხო თბილისელები არიან საქართველოს. მართლა აი სხვანაირი გახდა ამ ბოლო 8 წელიწადში და სერიოზული რეფორმებია ჩასატარებელი. განამარტო თბილისში ყველგანაც, ყველგან მოშლილია. კიდე ერთხელ გიხსნით რა ქუჩები ვიწროა, გადაჭედილია მთელი თბილისი მანქანებით. კიდე ერთხელ გიფიქსირებთ დანარჩენ საკრებულოს წევრებსაც. ან უპატრონეთ ამ ქალაქს, ან სხვა უპატრონებს. მართლა მახარებს რომ ჩემი სტუმარი ხართ ნიკა, დიდ პატრის გზემდა. მე ორი სიტყვა მინდა დავამატო თუ მაქვს დრო. კი ბატონო, წუთი თორე გადავაცილეთ დროს. კი ბატონო, ორი სიტყვა მინდა დავამატო. ჩვენი კოალიცია ლელოძლიერი საქართველო, ჩვენ ახლა ამ წუთას მხოლოდ თბილისზე ვსაუბრობთ და მე მინდა ვკითხათ, რომ ჩვენ გვყავს 61 დეპუტატი მთელი საქართველოს მასშტაბით და ვცდილობთ რომ ვიმოქმედოთ სისტემურად. ანუ ეს 2 დეპუტატი, რომელიც თბილისში არის, ამას ემატება კიდევ 59 სხვა დეპუტატი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და ერთობლივად ჩვენ ვცდილობთ რომ სისტემურად ერთი და იგივე ინიციატივები დავაყენოთ, ვიმუშაოთ ერთობლივად და რეალურად უკვე ეს 2 ადამიანი 61-მდე არის გაზრდილი, რაც მნიშვნელოვანი ვფიქრობ აი რესურსი ინსტიტუციურ ბრძოლაში და როგორც არის შეზღუდული, ეხლა თქვენ ძალიან სწორი აქცენტები და აბსოლუტურად გეთანხმებით საკრებულოში და პარლამენტში როგორც არის შეზღუდული, იგივენაირად არის შეზღუდული ქუჩაში, ხო, პროტესტი. თუ იქ არ ვწყვეტთ ჩვენ მოქმედებას და გავდივართ ყოველდღიურად გადის იქ მოქალაქეები და აფიქსირებენ საკუთარ პროტესტს, ხო, იგივენაირად არ უნდა შეწყდეს ინსტიტუციური ბრძოლა. თორე ორივეგან კავალური კანონები არის მიღებული ერთობლივად გუდავენ ყველაფერს და სადაც წინააღმდეგობით გაწევა შეგვიძლია ჩვენ ნებისმიერ პოლიტიკურ ველზე ეს იქნება ინსტიტუციური სივრცე თუ ქუჩა, რადგან უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა.